არც ერთხელ ხმარ მიმიცია არც სააკაშვილისთვის, არც ივანიშვილისთვის. ეს სასაკვირველია არც თავის გადარჩენა, რომ აი ნახეთ თქვენ როგორ მიეცით ხმარ და მე არ მიმიცია, მაგრამ რაღაცნაირად არ მომწონდა მიშას ფიგურა, იმიტომ რომ ეთყობოდა რომ ის არის უმართავი. და უმართავი ადამიანი ვერ მოიტანს დემოკრატიულ ღირებულებებს. ნუ ივანიშვილს იმიტომ არ მივეცი, რომ ღიად ჩანდა რუსული და ფინანსებით არის და შესაბამისად ნაცობასაც ვერ დამაბრალებენ ყოველ შემთხვევაში ნაცნობები და ვინც მიცრობს თორემ ახლა უცხო ადამიანებისგან არცაა გასაკვირი. სხვაობები თავისთავად ასევე ძალიან დიდია. მაშინ უფრო იყო კონკრეტულ გადაცდომებზე სამართლიანობა ხო ყველაზე მთავარი და ახლა ძალიან შორს წავედით. 2012-შივე ჩანდა პრინციპში ოღონდ იმდენად დიდი პრობლემა იყო წინა ხელისუფლება, რომ ბევრმა არ შეიმჩნია. სააკაშვილს ჰქონდა გარკვეული შემაკავებელი დასავლეთის სახით და რამაც იმუშავა კიდეც. და დღეს უკვე შემაკავებელი კი არა და მაქსიმალური დისტანცირება ხდება დასავლეთისგან. ამიტომ შემაკავებელი ფაქტობრივად აღარ არის. ან უნდა იყოს ძალიან ხისტი პასუხი დასავლეთიდან. ისი იმედიც გვაქვს. მაინც ყველაზე მთავარი არის ხალხი როგორ მოიქცევა. პრობლემები იგივე დარჩა და ახალი დაემატა. მაშინაც ვნახეთ ხომ, ჩვენ ვნახეთ ნოემბრის დაშლა აქციის, ძალიან უხეში, ცუდი ფორმით, მაგრამ რაც მთავარია, შემდეგ დროთა განმავლობაში გადავაფასებმა პირადად და სააკაშვილი გადადგა, დარწმუნებული იყო რომ არჩევნებში გაიმარჯვება და გაიმარჯვა კიდეც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს პრობლემა არ შექმნილა. გადადგა და დანიშნა ახალი არჩევნები. რასაც ჩვენ ვითხოვთ უკვე რამდენი ხანია ხომ, პრინციპში ოქტომბრის ბოლოდან, ხოცების სახელმწიფო დგას მორჩილებაზე, დაშინებაზე და შესაბამისად იარაღი ესაუბრეთ. ამათი რწმენა რა არის? იდეოლოგიაც კი არ არის. ეს არის ძალიან უცნაური, რომ მიშას ხო ნაცები, ნაციონალები იდეოლოგია იყო. მყარად აწყობილი შეხედულებები და სისტემა ჰქონდათ. და უბრალოდ მიშისტები ქვია თორემ მის გარკვეული ღირებულებები ჰქონდა ნამდვილად და აქ არ არის ღირებულება. რასაც იძახდნენ, ყველაფერი თავდაყირა დააყენეს, შესაბამისად იდეოლოგია არ შეიძლება რომ ერთი წელი ერთი იძახო და 5 წლის მერე აბსოლუტურად საპირისპირო რაღაცა იძახო. ეს არის უბრალოდ манипуლირება, ადამიანების მოტყუება და ერთადერთი ამათი იდეოლოგია რომ ვერტიკალი შეინარჩუნო. შენ გიბრძანებ შენი ზემდგომი, შენ ქვემდგომს უბრძანებ, შესაბამისად ეს ამაგრებს ეს არის ამათი იდეოლოგია. მორჩილება, მონობა მონები ძალიან წყით მონასრობ ეძახით და მონა რაღაცა წარმოუდგენიათ ქვის სამტეხლოში ადამიანი ფეხებ დაბორკილი ის შეიძლება არ იყოს მონა პირიქით. სპარტაკი იყო როგორ შეიძლება სპარტაკიც მონა იყოს და ას ვიღაცა ისიც ხო ივანიშვილის მონა სპარტაკი აჯანყდა და იმ ბრძოლაში დაიღუპა და მონობა როდესაც ეგუები და შენით იღება მას. მე მგონი ზურაფარჯიანმა თქვა პირველმა რა გამოდის რომ თქვენო უსამართლობას ებრძოდითო თუ ნაცების უსამართლობასო. და ადამიანები რომლებიც მაშინ ებრძოდნენ უსამართლობას და დღეს თვალს ხუჭავენ, გამოდის რომ კონკრეტული ადამიანის უსამართლობას და არა ზოგადად უსამართლობას. ესე იგი, რადგან მათ შეეხოთ და მათ არ აწყობდათ ის სისტემა, იმიტომ ებრძოდნენ, თორემ რა მნიშვნელობა აქვს ადამიანს რომ აწამებენ ის იქნება მტერი თუ მოყვარე განსაკუთრებით რა მნიშვნელობა აქვს ხო? ადამიანის ცხოველი ეწოდება ადამიანს და ცხოველს არ იმეტებს და როცა შეხედავ ადამიანების წამებას და დაცინით ან ამას. ის კი არა რომ ნაწილი ხო ჩუმად არის, დიდი ნაწილი პირიქით, რომ აი რა კარგია, უარესი უნდა გაუკეთო და ეს ადამიანები აპროტესტებდნენ სააკაშვილის დროს წამებას. რუსებმა საკმაოდ კარგად შეისწავლეს საქართველოს საკმაოდ კარგად, იმიტომ რომ ბოლომდე კარგად შეისწავლეს, იმიტომ რომ იცვლება, როცა რაღაც ძალა გაწვება, შენ შემდეგ ადაპტაციას ახდენ და ამიტომ თქვათ 20 წლის წინანდელი განწყობებით ვერ მოახდენ ხალხის მართვას. ამ შეცდომას უშვებენ ახლა ესენიც, რუსეთი აქვს მაგალითი, ბელარუსია, იქიდან ინსტრუქციები აქვს, მაგრამ ვერ გათვალეს ხო იგივე იმედი რომ საცივი ახალი წელი 10 დღიანი დასვენება და მართლა იმედი ქონათ ეს არ იყო რაღაცა მოჩვენებითი, იფიქრეს რომ ეს ჩაქრება, ამიტომ არის რომ ყოველი ახალი დღე წინააღმდეგობის უფრო აბნევთ და არ იციან როგორ იმოქმედო. და შესაბამისად უფრო არაადეკვატურები ხდებიან, ამათ არ აქვთ ნამდვილი როგორ შეიძლება ვთქვათ, გამბედაობა. ესენი არიან ძალიან მშიშარა ადამიანები, ამოფარებულები ძალოვანების ზურგს. ვერც ერთი თან დღევანდელი ოცნების წევრი, დეპუტატი, ეგრეთ წოდებული დეპუტატი, მინისტრი ეგრეთ წოდებული, ვერ ჩავა, უბრალოდ ქუჩაში ვერ გადიან. ესეთი აქტიურობა ამდენი დღე რო გრძელდება, არის ძალიან კარგი. კიდევ რა მარწმუნებს ამ აქციების სისწორეში, შუაშისტები
ცოტა ესეთი მოკოცო ადამიანები უთქვამთ, რომ აი რატო დადიხართ, რა აზრი აქვს, არ გეზარებათ, არ დაიღალეთ, ეს ხო შედეგს წუხდებიან. წუხდებიან იმდენად, რომ ეს თუ შედეგს ვერ მოიტანს და თუ არაფერია, მაშინ რატო წუხდებიან? წუხდებიან, იმიტომ რომ რეალურად ხვდებიან, რომ იცვლება ქვეყანა და არ უნდათ ეს ცვლილება მიიღონ და აი ამ კუთხითაც უნდათ რომ დაშალონ, რომ აი რა აზრი აქვს და ნიჰილიზმი დათესონ, მაგრამ ჩვენ უნდა ისევ ძალიან მტკიცედ გავაგზავნოთ. თუმცა რასაკვირველია, მარტო რუსთაველზე დგომა ძალიან კარგია, ერთ-ერთი მთავარი ასე ვთქვათ აქციის მიზანია, მაგრამ უნდა დაემატოს ახალი აქციები. რაც უფრო მეტად გავშლით, მრავალფეროვანი გახდება, მით უფრო ადვილად ჩამოაქცევთ რეჟიმს.